როდესაც საქართველოს აშკარა საფრთხის წინაშე დადგებოდა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე მუქდებოდა, თვითონ ეახლებოდნენ თურქეთის სულთანებსა და ამირებს იმაში ირანში. ხო და რამოდენიმე თავმოკვეთილი მეფე გვყავს ჩვენი საშინელი მტრებისგან. რამოდენიმე და მეფებმა იცოდნენ ძალიან კარგად რომ მას თავს მოსწრიდნენ, მაგრამ სამშობლო გადაარჩინეს და ჩვენი დედოფალი სუძუები მოჭრეს, ნაწილ აკუწეს, რომლის ნაწილების თელ დედამიწაზეა მოფენილი. თელ დედამიწაზე, რატო? იმიტომ რომ ამ მორწმუნეებმა და ამ მოგზაურებმა, დიდმა მოგზაურებმა, რომელიც ამ უზარმაზარ ტრაგედიას ესწრებოდნენ, ამ ნაწილები, რომელიც დაგრიჯეს ამ ჩვენმა მტრებმა, ნაწილ ძიბეში ზოგმა მოიპარა, ზოგმა რაღაცა წაიღეს და თვითონ სიწმინდეებმა დაქციეს, რომელსაც მეც ვარ ნამთხევი ერთ-ორ ქვეყანაში. აი ამ პირობებში იყვნენ ჩვენი წინაპრები. როდესაც გიორგი სააკაძემ გადაწყვიტა კახეთზე ლაშქრობა და იქ ისტორიული ღალატი შაჰაბაზის მიმართ, შაჰაბაზი უჭკო კაცი არ იყო, თუ არა ვერ დაიპყრობდა ნახევარ მსოფლიოს, ძევლად შვილი დაატოვებია. ძალიან კარგად იცოდა გიორგი სააკაძემ, რომ ის უღალატებდა შახს და შახი სამაგიეროდ თავის მძევას თავს მოჭრიდა, მაგრამ ამაზე წავიდა. ეს ბოდიშზე მეტი არ არის? ბოდიშის მოხდაზე მეტი არ არის?